და უფალი რაღაცას აკეთებს, უფალი რაღაცას პირდება და შენ იმაში ერთგული რჩები. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სიტყვა, რომელიც ზეციდან მოდის, ცვლის თუ არა შენში რაღაც. შემოდის თუ არა შენში. ამდენი დრო გაიხარჯა, ამხელა ფინანსები გავიღე, ამხელა რესურსები დილიდან გამზადებულები ვართ, საიდან ჩამოხვედით, რამხელა გზა გამოიარეთ. დღეს არავინ არ უნდა წავიდეს, დღეს უნდა ეცადო, როგორც წერა თქვით, სიტყვა ამბობს, დავითი ამბობდა, შემოსდახე შენთან, უთხარი შენთან, არ დამკვნესო, სულო ჩემო, რადგან მე უნდა განვაგიდო უფალი. დღეს გაქვს შანსი, მიიღო მასთან ურთიერთობა, მიიღო მისგან კუთხევა და შენ არ იცი რომ ის იქნება უფლის მოსვლა. დღეს არის შანსი, რომ დღეს მოვიტანოს უფალმა შენ ცხოვრებაში ცვლილება და ამისთვის შენგან არის განსაკუთრებული ნაბიჯი. იმიტომ რომ პირობა, აღქმები, რასაც უფალი ამბობს, შეუცვლელია. უფალი ამბობს, მომიახლოვდი, რომ მოგიახლოვდე. მომიახლოვდი, რომ გაკურთხო. მოდით შენთან, მომიახლოვდი და როცა შენ მომიახლოვდები, მაშინ მე შენთან მოვა და ამით შენ გავპირვებ ნაბიჯს, იმიტომ რომ ღმერთმა აბსოლუტურად ყველაფერი აღასრულა. ის რაც ღმერთისგან მოვიდა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ უსმენთ ჩვენი ძმა შეეხო იმას, რომ მე სტატისტიკურად ვიცი რა ხდებაო საქართველოში, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია მოვიწიეო. და დღეს ალბათ ბევრს ძალიან გეცნოთ ეს მომენტი, რომ ძმა ლაპარაკობდა ბიბლიის კითხვაზე. მე საერთოდ არ მithქვამს მისთვის, რომ ეკლესია კითხულობს ყოველდღე ბიბლიას. მე ეს არ მithქვამს მისთვის, მაგრამ ეს არ იცის. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ სამ თავს ბიბლიას. იცით თქვენ ხო? მაგრამ ვინც არ კითხულობს ეს მათთვის იყო. ვინც არ კითხულობს ეს მათთვის იყო. დღეს მთელი მსახურება ყურადღება გაამახვილა, სიტყვა მნიშვნელოვანია, დაკითხვა მნიშვნელოვანია, ლოცვა მნიშვნელოვანია, ეს ცვლის შენ ცხოვრებას. თუ უფალი არ ლაპარაკობს, საიმედო და მან რომ გაემახვილებია ყურადღება იმაზე, რომ შენ უნდა იკითხო ბიბლია. დღეს ნახეთ რამდენი ადამიანი ხარ რა. ჩვენ როცა ბიბლიას ვკითხულობ, ყველა წერთ ჩვენს ჯგუფებში, ყველა ეკლესიურ ჯგუფებში წერება მუხლები. ეხლა რამდენი თქვენთაგანი არ კითხულობს და რამდენი თქვენთაგანი არ გებს მუხლებს, რამდენი თქვენთაგანი არ ლოცულობს. დღევანდელ დღეს ეს თვინფასი ადამიანი, ჩვენი თვინფასი ძმა, პოლონეთიდან ღმერთმა იმიტომ ჩამოიყვანა, რომ შენთვის ეთქვა, რომ პასტორმა რომ გამოაცხადა და ერთხელ უკვე მთლიანად წავიდიხეთ ბიბლია. და შენ რომ მაშინთან იყავ ჩართული და კიდე რომ გამოაცხადა და კიდე რომ კითხულობს მთელი ეკლესია ბიბლიას და თან ყოველდღიურად რომ ლოცულობს კიდე, შენ ღებულობ ამაში მონაწილეობას. შენ კითხულობ, შენ ლოცულობ, განსხვავებულობა შუა მდგომლობ, თუ არა, მაშინ აქედან რა სიტყვებით იყო ეს ყოფილია შენთვის. და ჩვენ ხედავთ რომ ღმერთი ლაპარაკობს თვიფასებო, იმიტომ რომ კიდევ ამბობ, ჩვენ არ შევთანხმებულად ვის რა უნდა ეთქვა და ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მათ ცხოვრებაში მოვიდა რეალური განხევა და მოვიდა ძალიან დიდი კრიტიკა ეკლესიაში და ღმერთმა შეცვალა ის ერი, სადაც თვითონ ცხოვრობს და სადაც თვითონ მსახურობს, ჩვენ გსურს, რომ აქაც შეიცვალოს. ჩვენ გსურს, რომ აქაც მოვიდეს სულილება. რას ვაკეთებთ ჩვენ? რას ვაკეთებთ? რას ვცდილობთ? რატო ვაკეთებთ ამ მსახურებებს? რატომ ვიზრდით ამ შენა ფინანსებს? რატომ წვალობთ? რატომ მოდიან ადამიანები? რატომ ხარჯავენ ამდენ ფულს? რატომ ჩამოხვედით დღეს თქვენ? ჩვენ გვინდა რომ რაც ღმერთის სულმა დაიწყო საქართველოში, მოვიდეს სულილება, მოვიდეს კურთხევა, ისე როგორც თვითონ ჩვენთაგანი ცხოვრებაში, ასევე ყველა ადამიანის ცხოვრებაში. გამოღვიძება იწყება შენით, გამოღვიძება იწყება ჩვენით, გამოღვიძება მოდის შენიდან, შენი ოჯახიდან, შემდეგ შენი საახლობლოდან, შემდეგ ეკლესიიდან. გამოღვიძებულ ადამიანს შეუძლია სხვაც გააღვიძოს, თორემ თუ იამ ჩაიძინა, ორივე იქნებიან წინარები. ვერ გააღვიძებს, მათ თუ ორივეს წინავს, ამიტომ ერთი მაინც უნდა ფხიზრობდეს, ვიღაც უნდა ფხიზრობდეს. ვინ საქართველოში დღეს ფხიზრობს, ვინ საქართველოში დღეს ლოცულობს, შუამდგომლობს და სურს, რომ ღმერთის სიტყვა შეცვალოს ცხოვრება ყველა ადამიანის, ყველა ქართველის, ყველა ეთნოსის, ვინ საქართველოში ცხოვრობს, ყველა ძლიერის ირგვლივ, ყველა
ვამბობთ რომ ჩვენ იგივეს ვაკეთებთ, რასაც თქვენ და ვამბობთ რომ თქვენც იგივეს აკეთებთ, რასაც ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ სულთან ღმერთის სულმა დაიწყო საქართველოში ის აღასრულოს ხალხო ადამიანებს გადარჩენა ჭირდებათ და გადარჩენილმა უნდა გადააჭიროს სული წმინდით ვინც ლოცულობსო ელებით ვინც ლოცულობსო თავის თავსო აშენებსო ვინც არ ლოცულობსო იმასაც ანგრევსო რაც აშენა ერთ დროსო იმიტომ რომ თუ სახლი არ შენდება, არ ვაკდება, არ არის მაცხოვრებელი, იგრევა ის სახლი და აშენებულს შეუძლია რომ სხვა შეიფაროს. გესმით? აშენებულ ადამიანს, აშენებულ სახლს და შენობას შეუძლია რომ სხვა შეიფაროს. რა სიტყვაც მასვე დღეს თქვენთვის ვიპასებო, რაც უფალმა მოიტანა. ეს არის ადამიანების გადარჩენა, როგორც დასაწყისში ვთქვი. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ეს არის ლუკას სახარება. მე-13 თავის 23-24 მუხლებზე გავამახვილებ ყურადღებას. ვიღაცამ ჰკითხა, უფალო, ნუ თუ ცოტანი გადარჩებია. ვიღაცას, როცა იესო ქადაგებდა, როცა იესო ასწავლიდა, კითხვა გაუჩნდა. კითხვა დაებადა. ეს კითხვა რატომ იყო გამოწვეული ამ ადამიანში? იმიტომ რომ იესო ისე სიტყვებს ლაპარაკობდა, ისე სწავლებას ასწავლიდა ხალხს, რომ ადამიანს გაუჩნდა კითხვა, ნუ თუ ცოტანი გადარჩებიან, იმიტომ რომ სიწმინდის სტანდარტები იყო ძალიან მაღალი. ამის შემდეგ უფალი რაღაც მნიშვნელოვანს ეუბნება. ნახეთ 24 მუხლი. ძალღონე არ გაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან, რადგან გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს. მრავალი ეცდებაო შესვლასო, მაგრამ ვერ შეძლებსო და ძალღონე არ გაიშუროთო. იცი რას ნიშნავს ძალღონე არ გაიშუროს? როცა ჩართვა არის და როცა ეკლესიურ რაღაც დაგეგმარება ან ლოცვა არის, ან ერთობა არის, შენი უნდა იყო. არ უნდა გაიშურო შენი ძალღონე, რომ შენი თავი აიწურო, რომ მე დღეს უფალთან უნდა მივიდე და მას და მოეწახურო. მე დღეს სხვა მისია მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მალე გაქრება ეს წლები, რაც მე ღმერთმა მომცა და ამ წლებში უნდა გამოვიყენო მაქსიმალურად, რომ ვასწავლო უფალს ჯერ ჩემი ცხოვრებით და მე გადარჩენილი ადამიანებით, რომელსაც ვამბობდა ხალხი, გადარჩენილი ხალხი, ნაყოფები, გესმით? ჰალელუია! ამიტომ ღმერთი დღეს შეძლებს იმას და გეუბნება, შენ თუ გადარჩენილი ხარ, მაშინ ისე უნდა მოქმედებდე, როგორც ზეციერი ადამიანი მოქმედებდა და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს იესო ქრისტე. ამინ. ანუ უფალი შეძლებს იმას. შენი სხერფლი, შენი დახსნილი სიცოცხლე უკვე აღსრულებულია ჯვარზე. ამას ერთი ადამიანი მეუბნებოდა, როცა ვამბობთ რომ უფალს ყველა უყვარს, პირადად ჩემთვის მივიღე და ჩემზე მივიღეო. ნახეთ, როცა უფალი სიყვარულია და ყველა უყვარს, სხვისკენ შეძლებს. მაგრამ როცა შენ პირადად ღებულობ გამოცხადებას, რომ უფალს შენ უყვარ ხარ, ანუ მე უყვარ ვარ უფალს, ამ დროს სხვა შეხედულება, სხვა გამოცხადება, სხვა გრძნობა მოდის. როცა შენ ამბობ, რომ იესო ქრისტე გაეკრა ყველა ადამიანისთვის ჯვარზე, კარგად ვერ იაზრებ, იმიტომ რომ უხურებ ქვეყნიერებას და მრავალ ადამიანს ხედავ, მაგრამ როცა შენ იტყვი, რომ შენს გამო გაეკრა ჯვარზე, შენს გამო გაეკრა ჯვარზე, შენ რომ არ მომკვდარიყავი და შენ რომ არ ყოფილიყავი ნერთმილის შემდეგ, შენ რომ ყოფილიყავი ავსებული, ანთებული, კურთხეული, შენ რომ ყოფილიყავი სულის ძალაში, ამისთვის გაიღო იესო ქრისტემ სულები. როცა იმას ვფიქრობ, ღმერთო, შენ ჩემი გულისთვის
ჯვარზე და იქიდან მე მიხურებდი, ანუ მე ესე იგი ჩემზე მეტი პასუხისმგებლობა დევს. ესმით, და როცა ჩვენ უაზროდ ვატარებთ დროს აი ამის სკროლაში და კიდევ უაზრო რაღაცების ნახვაში და ხანდახან ბიბლიის საკითხვის დრო არ გრჩება, ვითომ? მაშინ შეხედე ჯვარს. მაშინ შეხედე ჯვარს, რომ 6 საათი იესო ქრისტე შენს გამოეკიდა ჯვარზე. და შეიძლება 1 საათი არ გქონდეს ღმერთისთვის 20 საათში. და შეიძლება 15 წუთი არ გქონდეს ღმერთისთვის გამყოფილი. და შეიძლება 10 წუთი და შეიძლება 5 წუთი არ გქონდეს გამყოფილი. და სიტყვა, რომელიც სამწაულით ამბობს. უფალო, ნუ ცოტანი გადარჩენია. ამიტომ ძალღონი არ დაიშურო. რომ შეხვიდეთ ვიწრო კარიდან, რადგან ეუბნებთ მრავალი ეცდება, მაგრამ შესვლას ვერ შეძლებს. როდესაც სახლის პატრონი წამოდგება და კარს დაკეტავს, მაშინ თქვენ გალეთ დგომით დაიწყებთ კარზე დაკმულს და ეთქვით უფალო გაგვიღე, მაგრამ ის პასუხად მოგიგებთ. არ გიცნობთ, საიდან ხართ? მაშინ ეთქვით შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით და ჩვენს ქუჩებს შეასწავლიდით, მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით, გეუბნებით თქვენ, საიდან ხარ? არ გიცნობთ, გავშორდით მოქმედო უსამართლობისა. რას ნიშნავს თქვენს ჩვენს წინაშე, შენს წინაშე ვჭამდით, ვსვამდით, რას ნიშნავს? ძებასებო, ეკლესიურ ერთობებში ყველა ვიმუროთ მონაწილეობას. ფიზიკურად საჭმელს რომ თავი დავანებოთ, აი ახლა რაც ხდება აქედან, ეს არის სულიერი საკვები. ეს სულიერი საკვებია, რომელსაც უნდა ჭამდეთ. და უფალსეულებია, რომ ჩვენ გვასწავლით, ჭამდით, სვამდით შენს სიტყვას, ცხადსაც, სულიწმით და სვამდით ჩვენ, მაგრამ იესო ეუბნება, გამშორდით არ გიცნობთ. გამშორდით არ გიცნობთ ურჯულობის მოქმედო. ვინ არის ურჯულობის მოქმედი? ვინ ჩადის სოფას? ამიტომ გეუბნებით ჩვენასებო სტანდარტები ძალიან მაღალი არის. მე როცა გუში უფალო მომაწოდა, როგორც თაილი, რომელიც შეიძლება ჩამოტვირთო და გახსნია და ინახავს შემდეგი, რამდენი რამე ყოფილა. ასეთი ინფორმაცია მოვიდა ზეციდან, უბრალოდ ფიქრობდი, რა გაუზიარო ხალხს, მე არ გეკბავ წინასწარ პუნქტებს, იქ სამსაფეხურს, იქ ხუთ განსხვავებას, იქ რაც ღმერთის ნაცმოდის მემიდა რომ ის მოგიტანო, შეგვიძლია რომ ამას ექნება ძალა. ამას ექნება რამდენი ეფექტი, იმიტომ რომ როცა ღმერთის სულისგან მოდის, შენ შინაგანში შემოდის და იწყებს მოქმედებას. ხარი, ჩემი ადამიანური გადმოცემა, შენ შინაგანში არ შემოვა. ამიტომ ის რაც უფლისგან მოვიდა, დამანახა მთლიანად, რომ გადარჩენა ძვირფასებო არ არის ადგილი. და იმდენი ინფორმაცია, იმდენი ხედვა, იმდენი ბიბლიის მუხლები გაიხსნა, როცა ამაზე ვფიქრობდი, წავიერა, ძალიან მოკლე მანძილში, ძალიან მოკლე დროში ხდება ეს. ღმერთო, რა საოცარი ხარ, რა დიდებული ხარ, როგორი ძვირფასია, როგორ სრულნავ. პეტერი მოციქული ამბობს, თუ ჩვენგან დაიწყება უკანკითხვაო და მართალიო ძლივაც გადარჩებაო, რა ხსასრული ელიტო სახარების ურჩევსო, შანსი არა აქვს თუ გადარჩეს. თუ მართალი ძლივაც გადარჩება, იმიტომ რომ დრო არისო, განკითხვა დაიწყოს ოკუპრის სახლიდანო, თუ მართალი ძლივაც გადარჩება, რა ხსასრული ელიტო სახარების ურჩევსო, ღმერთმა დაიფაროს. ამიტომ დღეს რა მდგომარეობაში ვარ ჩვენ? შეიძლება დღეს მედინერის სახელები ხარ, გახარებულები ხარ, კარგი არის რომ მოხვიდეთ, ერთად შემოვიდგინეთ ეკლესია, მაგრამ ძვირფასებო, გააცნობიერეთ, რომ ეს მისია, რაც უფლისგან დიდოურ ჩვენგან გაეკისრა, არის ძალიან მიზანდასახული, ძალიან შრომატევადი, დასამკვიდრებელი, ბრძოლით დასამკვიდრებელი, ყველაფერი ის, რაც ღმერთისგან შენთან მოვიდა და შენზე დაიდო. ჰალელუია! ფიქრობდი ამ ყველაფერზე და ღმერთის სული მიცხადებს. არ თქარწული.
10 ქართული ისინი არ იყვნენ წამლეწულები, ისინი არ იყვნენ მრუშები, 10 ქართული იყო. ჰალელუია. 10 სასანთლე ჰქონდა. 10 ელოდებოდა იესო ქრისტეს, ყველამ იცოდა გადარჩენის შესახებ. ყველამ იცოდა რომ უფალო და დაბრუნებული იყო, მას ელოდებოდნენ. ყველას სასანთლე ელთო. ეს ადამიანები არიან ეკლესიური ადამიანები, ვინც ეკლესიაში არიან. და აღმოჩნდა უფლის მოსვლის დროს. არ აღმოაჩნდა ციფრი. უფლის მოსვლის მომენტში არ აღმოაჩნდა ციფრი. ცოტა ჰქონდათ. არ წერია რომ საერთოდ იქნება. აღარ ყოფნის ზეთი ჩვენს ნაპრებს. მაგრამ მათუთხე ჩვენც რომ არ დაგვაკდეს. წადით ვაჭრებთან. ვაჭრებთან წასვლა რას ნიშნავს? შენ უნდა მოივაჭრო. ჟამიც უნდა მოივაჭრო. სულიც უნდა მოივაჭრო. ცხებულებაც უნდა მოივაჭრო. ძალაც უნდა მოივაჭრო. ის რაც ღმერთის სულთან ურთიერთობას ქმნის, შენი გასაკეთებელია. შენი აღსასრულებელია. შენი მსხვერპლია გასაღები. გესმის? იმიტომ რომ 5 ქართული იყო, რომლებსაც კარები მიეკეტათ. იმიტომ ისინი წავიდნენ ზეთის საყიდლად. ისინი წავიდნენ რაღაცის გასაკეთებლად, რაღაცის მისაღებად. მაგრამ მათ არ აღმოაჩნდა ზეთი. თუმცა იმ პერიოდში ასე წერია ყველაში ჩასწულება. დღეს ზედასებო გამოძების პერიოდია. იყო ჩათვლების პერიოდი, როცა მოციქულებმა თავისი საქმე აღასრულეს და ის სიფნელის პერიოდი, რომელიც ისტორიულადაც ბნელწლებად არის მოხსენებული, არაფერი არ ხდებოდა. არც ქრისტიანულად, არც ქვეყანაში, არც სახელმწიფოებში, აბსოლუტურად არაფერი არ ხდებოდა. მაგრამ ბოლო პერიოდში ასე წერია, გაისმა უხმაო რომ მოდისო უკვე ბრუნდება სასიძო და როცა ხმა გაისმა დაიწყეს ადამიანებმა მოფლისება. ზედასე დღეს უკვე ისე როგორც არასდროს ზეკავს ზეცისაღები. ჰალელუია. ჩვენ ვიცით რომ ხაზიამი გარდა მელოდებით უფლის მოსვლას, იმიტომ რომ უამრავი რამ აღსრულდა, რაც კი დაწერილი იყო. უამრავი რამ აღსრულდა. მადლობა უფალს რომ დღეს აი ეს პერიოდი გვაქვს ჩვენ, რომ ველოდებით უფალს და გვინდა რომ საქართველოში რაც უფალმა დაიწყო, სრულება და კურთხევა მოვიდეს ყველაებზე, ყველა მაცხოვრებელზე. თქვენ იცით ვიმასებო, დაახლოებით 5 წლის წინ, დაახლოებით ჩემი ოჯახის გარდა 12 ადამიანი ვიყავით, ვინც დაუწყეთ მსახურება. წინააღმდეგობაში იყო ძალიან დიდი სირთულეები, ფეხმიერებაზე პანდემია, სხვადასხვა წინააღმდეგობები, არ უნდა ყველაფერი ჩამოთვალო. 12 ადამიანი ვიყავით და იმ 12-დან შეიძლება რამდენიმე კიდე არ იყოს აქ. იმიტომ რომ ყველაფერს ვერ გაუძლო. და დღეს ხედავთ თქვენ, რამდენი ადამიანი ხართ აი აქ, რამდენი ადამიანი არის ემიგრაციაში, რამდენი ადამიანი შეიძლება კეთილგანწყობილი არის და გვისმეს და ადამიანებს რომელსაც კურთხევა აქვს მიღებული საიდან ვიღაც 12 ადამიანმა და ერთმა ოჯახმაც დაიწყო რაღაც ისეთი, რაც ცვლილებას მოიტანდა, რასაც ცვლილება და კურთხევა ახლავდა თან. და დღეს ხედავთ ჩვენ მრავალი ადამიანის ბედნი იმსახურებს, იმიტომ რომ აი ამ ცვლილებამ თქვენ ცხოვრება შეცვალა. და დღეს აი აქ მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვლის, ვინც თავის გულში გადაწყვიტავს რომ მე შემჭირდები უფალო, იმიტომ რომ უფალზე დამდობილი ასწევია, არ შეცვება იესოს სახელით. ამენ, ალელუია. ჩვენ ვაცხადებთ რომ გახსნილია ზეცა, კურთხევის ზეცა არის გახსნილი საქართველოში. ჩვენ ამას ვხედავთ. ალელუია.
მოგიხდით. შეიძლება ყველა ისე არ იცით, როგორც მე მოგიყევით, იმიტომ რომ ერთ დროს მეც არ ვიცოდი ასე. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ყველა ამას ვერ გაიგებს, მაგრამ თქვენ დარწმუნებული ვარ რომ გაიგებთ. დაახლოებით 90-იან წლებში საქართველოში ყოფილა ერთ-ერთი ძალიან ცხებული ადამიანი ჩამოსული. მას მოუნახულები ეკლესია და შაბათ დღეს სახურება ჩაუტარებია. აი ამ სახურებაზე ისეთი სულწმინის თანდასწრება და ძალა მოსულა. ადამიანები ზოგი ფეხზე ვერ რჩებოდა. ზოგზე ხმეთის სულის ძალა გადადიოდა. ზოგი იცინოდა, ზოგი ხარობდა, ზოგი იკურნებოდა. ძალიან ძლიერი ღმერთის სულის სახურება ჩატარდა შაბათ დღეს. და შემდეგ იყო კვირა დღე, როცა სახურება უნდა ჩაეტარებინა. ამ ადამიანს მთელი ღამე ლოცვაში გაუტარებია. და მე ეს მოსმენილი მაქვს თვითმხილველი ადამიანისგან, ვინც უსმენდა მის ლოცვას. მთელი ღამე შუამდგომლობდა, მთელი ღამე ლოცულობდა, ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ლოცულობდა რომ ღმერთის სულის დარღვევა მოსულიყო, კუთხეა მოსულიყო, იმიტომ რომ რატი ღმერთის სულმა დაიწყო მოქმედება, როცა ეს ადამიანი აქ იყო, ღმერთის სულს არ ჩვევია გაჩერება, მას უნდა რომ კიდე მეტი და მეტი იმოქმედოს, კიდე მეტი და მეტი აკუთხოს, კიდე მეტი და მეტი გადავიდეს, მეტი და მეტი გახდეს, სული დავსებული და ცხებული, ჰალელუია! მთელი ღამე ლოცულობდა, მთელი ღამე შუამდგომლობდა ეს ძმა. და როცა კვირას სახურებაზე მივიდა, მისი სუთხია. სიტყვაზე გადაგებ, მაგრამ ხალხზე აღარ ილოცებ. სიტყვას იქ გადაგებ აი აქ, მაგრამ ხალხზე ლოცვა ეკრძალება, არავისზე არ ილოცებ. და იცით რა იქადაგა ამ ადამიანმა? ამ ადამიანს უკადაგია, როცა იესო ქრისტე გენესარეთის ქვეყანაში გადავიდა. გაანთავისუფლა შეპყრობილი და ხალხმა დაინახა მომხდარი სასწაული. მივიდნენ და უთხრეს, რომ გაეცალეო ჩვენ საზღვრებს. გაეცალეო ჩვენ საზღვრებს. ეს გადაგება იქადაგა. ასეთი ადამიანები ვინც სულწმინის შეღებულები არიან, სიტუაციას სულში გრძნობენ, სიტუაციას და ატმოსფეროს ხედავენ. და ეს სიტყვების შემთხვევით არ იყო, რაც მან იქადაგა. კიდევ ერთი ხმა გავაცნო. შემდეგ როცა სახურება დაამთავრა, ეკლესიას უთხრა, რამე საჭიროება ეკლესიაში ხომ არა გაქვთო. და იმ დროს ერთ-ერთი მსახური იყო ცუდად გამხდარი სამოთყოფოში იწვა კუჭის ოპერაციას იკეთებდა. და ეკლესიას იმის საშუალება და თანხაც არ ჰქონდა, რომ ოპერაციის ფული გადაეხადა. და უთხრეს, რომ მსახური არის ცუდად სამოთყოფოში წერს და ოპერაციას უკეთებენ მას. ამ კაცმა უთხრა, წამიყვანეთ იქ. როცა მიიყვანეს, რაც კი რამე გადასახდელი იყო, ყველაფერი გადაიხადა მან. და წავიდა აეროპორტში. იცი რა თქვა? სალამ თვითმფრინავში ჩაჭრებოდა. ვინც გააცინდა მას უთხრა, საქართველოს ზეცა სულწმინის წევრებისთვის დაკეტილი არისო. საქართველო დაკეტილი არის სულწმინის წევრებისთვისო. და მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავინახეთო, მართლა დაკეტილი ყოფილა. მართლა ისეთი ხიდული ყოფილა და ისეთი ხამილი ყოფილა, რომ ვეღარავინ ვეღარ შეძლო ამის გატეხვა. მიუხედავად იმისა, კარგუსტავი მომიოდა ძალიან ბევრჯერ. მიუხედავად იმისა, რამდენი მსახური ჩამოვიდა, თქვენ კარგად იცით. ამერიკიდან ანსამბლია ჩამოდიოდა ღმერთის, მსახურობდა
ისტორი, რაღაც დასამუშავებელი ადგილი და მე მომეცა, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მე ყველა პასტორი ვერ ვიქნები. თქვენ ყველაფერი აბსოლუტურად რაც დედამიწაზე საქართველოში და მოხდეს არ გივალებათ, მაგრამ ჩვენ საშრომში ჩვენ უშრომობთ. ჰალელუია. მე ეს ისტორია რაც მოვხმით როგორ მქონდა გაგებული და შეიძლება მრავალ თქვენთაგანსაც. ადამიანს როცა ოპერაციის ფული დაჭირდა, ღმერთმა გამოაგზავნა თავისი მსახური, ოპერაციის ფული გადაიხადა, არაფერი არ გაუკეთებიაო მას საქართველოშიო, დაჭდა, თვითმფრიალზე და ისევ თავის ქვეყანაში გაფრინდაო. აი ეს ინფორმაცია წლების განმავლობაში გახსოვდა, მაგრამ თურმე ეს ადამიანი სულს ვახერხეთ ყოფილა და დღეს ჩვენ ხედავთ იფასებო, რომ ღმერთის სულმა გაარღვია სიცა, გაარღვია ატმოსფერო. დღეს ჩვენ ხედავთ, მე და გვანახა ეს ადამიანი, არ ვიცი სად არის, ცოცხალია თუ არა, მაგრამ ღმერთმა აკურთხოს, რაც მან თავის ღამის თემის ლოცვაში გაატარა ჩვენთვის და ის უყურებდა აი ამ სიტუაციას, რომ ერთ დროს გადმოიხვრება ღმერთის სულის მადლი, ერთ დროს შეიცვლება, ერთ დროს უშრაობა და დაწუნებულია, რასაც ადამიანი საქართველოდან წავიდა, იქ არ გააგრძელებდა ლოცვას, იქ აცილოსებდა, იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს გული შექმნა თითოეულ ადამიანის სულზე. ჰალელუია. და დღეს შენ და დღეს მე ღმერთის სულმა მოგვიწოდა რომ შეცვალო შენს თავზე ატმოსფერო და აინდოს ცეცხლი შენს თავზე მოგიდო პირველი სულის გადმოღვრა გაცნო მოციქულების პირველი ნიშანი იყო თავზე ცეცხლი ცეცხლის ალი რომელიც შენზე უნდა იდგეს. ჰალელუია. Jesus Christ იმასე მოგიდა რომ ამდენიმე სიტყვით გითხრათ რაც უფალმა მითხრა რაც უფალმა მომაწოდა უფალი მაჩვენებდა იმას რომ შვილო როცა მე ყველაფერი აღვასრულე ყველაფერი აბსოლუტურად უფალმა მითხრა აღვასრულე მეორე ადამიანი მოყვებოდა მაგრამ იქიდან რამდენი დარჩა ერთ გული მესმოდა უფლის გარღვამობდა გახსოვს სიტყვები why შენ ქორასინო why შენ ბეცაიდა why შენ კაპერნაუმო რადგან თქვენთან ყველაზე მეტად გამოვიდა ძალდაყრება მაგრამ მაინც არ იცნობთ. ჰალელუია. მაგრამ ის წემიგდებოდნენ ვინც ირწმუნდა იმიტომ რომ ვიცით შენ გალილეიდან ციყვე მოციქულები შემდეგ ჩვენ ხედავთ იმასებად იესო ქრისტეს გამარხვიდა რამდენიმე დღე გადის და მოციქულის რწმენა აღარ ახვდა. როცა ყველაფერს უყურებდი და ვფიქრობდი იმიტომ ეს ყველაფერი მასეულო ღმერთის სული ცხადდებოდა ჩემში. როცა ყველაფერს ვფიქრობდი ძალიან სიღრმისეულად შემედი რომ არა მკვდრები დახტომა იესოს მსახურება აბსოლუტურად ფუჭიქნებოდა. იმიტომ რომ ემაუსის გზაზე გვესმის ჩვენ სიტყვები ჩვენ კი გვეგონა რომ ის იხსნიდა ისრაელს. არა იესო ქრისტე მათთან არის, თუმცა მას ვერ ცნობენ, მაგრამ ისმენ სიტყვებს რომელიც რაც იესო ქრისტემ გააკეთა ყველაფერს ანგრევს, ყველაფერს ანადგურებს. იესო განა ასე არ უნდა მომხდარიყო. განა ასე არ ეწერა წინასწარმეტყველებაში, განა ასე არ უნდა დაკანჯულიყო ქრისტე და შესულიყო ამის დებაში, რომ თქვენ გადაერჩინეთ. ჰალელუია. მაგრამ ადამიანებს იმედი აღარ აქვს. ადამიანებმა სამუდამოდ თავიანთ გულში მიაფარეს დიდი ლოდი უფალს. იმიტომ რომ უფალი მოკვდა და მათი იმედიც მოკვდა. ფარისეულებს ახსოვდათ იესო რო თქვა მესამე დღეს ავდგებიო. მაგრამ მოციქულებს არ ახსოვდათ. მოციქულებს არ ახსოვდათ ისაც უფალმა თქვა. ფარისეულებს ახსოვდათ და დააკმანეს საფლავის კარზე. ჰალელუია. შემდეგ ხედავთ აღდგა იესო ქრისტე. ეცხადება 500 მეტ ძმას. 500 მეტ ადამიანს ეცხადება, მაგრამ
50 დღე ყველა ვერ გასტანს. იესო ქრისტე 40 დღის განმავლობაში ცხადებოდა რატომ დაჭირდა იესო ქრისტეს ეს? იმიტომ რომ ადამიანები მიდრეკილები ვართ, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, რაც განვიცადეთ, რაც ერთ დროს ჩვენს გულს ახალებდა და ერთ დროს ვერდგურეთ. მივატოვოთ, დავივიწყოთ, შევცვალოთ ჩვენი კურსი, შევცვალოთ ჩვენი ხედვა. ადამიანები მიდრეკილები ვართ, ამიტომ ამბობ, ყველა ღონე ეცადეთ, ყველა ძალა ეცადეთ, ყველანაირად ეცადეთ. არ დაგოგოთ თქვენი ძალა, რომ უერთგულო და შეხვიდეთ ვიწრო კარიბჭით. და ჩვენ ვხედავთ 50 დღის მხოლოდ 120 დაახლოებით ალბათ ეს რაოდენობა რაც იქნება. წარმოიდგინეთ, მხოლოდ 120 ადამიანი, რომელიც გარჩა ერთგული 10 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ 40 დღე ისედაც დაახლოებით უკანს. და ამის შემდეგ მოდის სულიწმიდა და ამის შემდეგ მთლიანად მოიცავს ქადაგება მთელს ევროპას, მთელს რომის იმპერიას, საბერძნეთს და ეს ყველაფერი სულიწმის ძალით და სულიწმის მაგით. და შემდეგ ვხედავთ, რომ ჩამწნების პერიოდი მოდის, როგორც აქ ქართულში წერა მოხსენა. და ბოლო პერიოდი, სადაც ხმა გაისმა. ის მოსვლა ახლოს არის. ხალი მოდის და ვიღაც გიგეს, წამოდგნენ და ვიღაცებს აკრაფარი. ჩვენ ვასებობთ. ყველა ეკლესიაში თანხმობის სიტყვა იქანაგება. ადამიანები, ისურები რაღაცას მაინც მიიღებენ და გაიგებენ თუ ყური ხებას ასმენად. ანუ ეს არის სინათლე, რაც ღმერთის სიტყვას ახლავს თან, იმიტომ რომ დაწერილია და ამას ლაპარაკობენ. შეიძლება უგულოდ ლაპარაკობს ადამიანი, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში მაინც მოახდინოს ცვლილება. მაგრამ დღეს სულიწმიდა ამბობს, ნუ გაიქვავებთო გულებსო, როცა ხედავთ, რომ უპრისური იღვრება შეძდა სულს ცვლილება, უნდა რომ დღეს ყველა ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ღმერთის სულთან შეხება. ჰალელუია! და დღეს თვითონ ხეთაგანზე არის ეს უწოდება, ეს მაგრი და წყალობა და შენ როგორ გამოგხმაურები. ჰალელუია! შენ დღეს როგორ შეგულობა აქვს სულის სიტყვას. იცი? სიტყვა რომელსაც ვამბობთ, ცოცხალი და მოქმედი არის. მარტო აქ არის. აქედან რომ წახვარი. მთელი კვირის განმავლობაში შენს გულში დაყრდნობს სიტყვა. ღმერთის სული გაგახსენებს სიტყვას, რასაც აკისმენდი. და შენზე იქნება დამოკიდებული რამდენად მთელს ძალღონეს იხმარებ, რომ შეხვიდე ვიწრო კარიბჭით. მოდი, მათეს სახარებაში რას ამბობს ამ ვიწრო კარიბჭეზე და მარტო კარიბჭეზე? ეს აქტივიზმია წავიკითხო სანამ წავავდავთ. სანამ ვილოცებ, სანამ სულიწმიდის ცხებულებას და ძალას თითოეულ ადამიანზე მოხმო. თითოეული ადამიანის თავზე რომ ცეცხლი დაიგდოს, რომ თითოეულმა სულმა იგრძნოს უფალი და შეეხოს მას. ჰალელუია! შეხება უფლის ვიფასებო. იცოდეთ ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ადამიანის შინაგანში სულს ამდებს და შენი შინაგანი და სული გრძნობი არ ეხდება სულიწმიდის მიმართ. მოდი დავიკითხოთ მათეს სახარებაში. მე-7 თავი. მე-13 მუხრიდან მე-15-ს ჩართვით. ნახეთ. შევით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიყავს და მრავალი დადიან მას. მაგრამ ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიყავს და ცოტანი პოვებენ მას. ცოტანი პოვებენ მას, ვიწროა, პატარა არის, წვრილია, არ არის ფართო. და შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი არის ვიფასებ. ეს არის მე-15 მუხლი, გაფრთხილება ყველაფერი იმისა, რისგან დაიცვა თავი. და ეხლა შეიძლება ბევრად თქვენთაგება ვერ გაიგოს რა სიტყვასაც წავიკითხავ. ამ თქვენი ფიქრები და აზრები სხვადასხვა წავიკითხავ, მაგრამ გაგიმარტავთ რას გულისხმობ და უკან. ნახეთ.
უთხრდით სრულ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ხვის სამოსელში მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებლელი მგლები არიან. ვინები არიან სრულ წინასწარმეტყველები? წინასწარმეტყველს ბიბლია, სახარება ვის ეძახის? წინასწარმეტყველებს სრულ შეიძლება ვინმე სეფოროს კითხავი. სრულ წინასწარმეტყველები, ან ეგები სრულ წინასწარმეტყველები არა, ჩხილავები არიან. წინასწარმეტყველება, რასაც შეეხება, წინასწარმეტყველება ეს არის ღმერთის ბაგიდან გამოსული სიტყვა. და აი ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველებს როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სახარება გულისხმობს ქადაგებლებს. სახარება აი ამ შემთხვევაში გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც ასწავლიან არასწორად და შინაგანად მტაცებელი მგლები არიან. გესმით ყველანი? ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, ადამიანები, რომლებიც ასრულავენ სამწუხაროზე, ადამიანები, რომლებიც ასრულავენ ეკლესიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება უყალი იესო ქრისტესთან. ადამიანები, რომლებიც სრულ წინასწარმეტყველები არიან და არ იცნობენ ღმერთს, არ შეხვედრიან ღმერთს, არ იციან მათ რა უნდა გასწავლონ, არ იციან როგორ უნდა წაკითხონ წინ, იმიტომ რომ მათ თავიანთი მოქმედება, თავიანთი მაგალითი, თავიანთი კეთილდღეობა, თავიანთი წარმატება, თავიანთი ჭალებში კურთხევა, ღმერთის კურთხევა გონიათ. ჰალელუია! მაგრამ ღმერთის სული ამბობს, ცოცხალი სიტყვა, რომელიც მოდის ღმერთის სულისგან, როგორ მიყვარს მსახურები, რომლებიც სულით მართულები არიან. ჰალელუია! სულაც არ ჭირდებათ მათ კონსპექტები, სულაც არ ჭირდებათ რაღაცა, რაც გონებას აგირებს, გამოგიდების თავს. არა, მათ ცოცხალი კავშირი აქვს ღმერთთან, მაგრამ ისინი ბევრს კითხულობენ ბიბლიას. ამიტომ ამახვილებდი დასაწყისში ყურადღებას, როცა ჩვენ ბევრს ვკითხულობთ ბიბლიას სიტყვის მარაგი გაქვს და როცა ღმერთს გამოცხადების მოტანა უნდა, გაგახსენებს სული წმინდას, ეს დანიშნულებაც აქვს, რომ გაგახსენოს რაც ღმერთს უთქვამს შენთვის. ჰალელუია! ო ჯიზუს ქრისტეს. მაგრამ მე მიხარია თუ თქვენს მიხარიათ. ჰალელუია! აბატონი თქვენი ხმა. ჰალელუია! ჰალელუია! ქრისტეს ქრაი. ო ჰალელუია! როცა შენ გაქვს სული წმინდის ცხებულება, ურთიერთობა სული წმინდასთან, გაქვს ბევრი სიტყვა, ღმერთს არ უჭირს შენთან ურთიერთობა და ყველაფერი მიდის ძალიან ხალასად, იმიტომ რომ ღმერთის ჭურჭელი ხარ. ჰალელუია! დიდებულია ჩვენი უფალი. ჰალელუია! ჰალელუია! რითაც დავიწყე, ისევ იმით დავამთავრე, ვიღაცა მკითხა, უფალო, ნუ თუ ცოტა გადარჩებია, მან კი პასუხა, ძალღონე არ დაიშურო, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან, რათა გეუბნებით თქვენ, მრავალი ეცნება შეცვლას, მაგრამ ვერ შეძლებს, ძალღონე არ დაიშურო. მაქსიმალურად ეცადე, რომ მსახურება არ გააცდინო, მსახურება არ გამოტოვო. იყავე მონაწილე იმისა, რასაც ეკლესია აკეთებს. მიიღებს მირიცოდეს, ზეცად იყურებს, ღმერთის სული იყურებს და თუ შენ ამაში მონაწილეობას არ ღებულობ, ერთხელ კითხვას გაგისვამე, სად იყავი შვილო? სად იყავი, როცა ჩემი სული იყრებოდა? სად იყავი, როცა მე ვასწავლიდი? სად იყავი, როცა შენს ქუჩებზე დავდიოდი და შენს ეკლესიაში ვაღადებდი? ჰალელუია! ამიტომ ძვირფასებო, დღეს სულილების დღე არის. ჰალელუია! დღეს არის კურთხევის დღე. დღეს არის განახლების დღე. დღეს არის იწვნის დღე. დღეს არის სულილებების დღე. იესო ქრისტეს სახელით. და თვითონ ჩვენთანი მიიღებს სულილებას და მიიღებს კურთხევას. ო, ჰალელუია! ჰალელუია, Jesus Christ. შეიძლება დაუკრა, ო, Jesus Christ. ხელროქა, არადაში. ან პოდი შეიძლება გააკეთოთ ჩემო ძვირფასი და welcome to Rafa. ძვირფასებო, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა გითხრათ. ჩვენ ძვირფასებად ზბავი გააკეთა თავიდან მოწოდება, მე ფაკულტეტს. მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ ამას ბოლოს ვაკეთებთ ხოლმე. იმიტომ რომ ნახეთ, როცა სიტყვა მოქმედებს და შენში შემოდის, მაშინ შეიძლება გაფხვა.
მაშინ მეჭირდება რომ ადამიანმა იმერწმენით რაც მოისმინა მაშინ მიიღოს იმიტომ რომ აკეთებ ხლა აი ამ მნიშვნელოვან მონანიებას და მიცხვნას რომ დღეს დაუსმევთ ბეჭედს შენს ცხოვრებას შენს წარსულს აი ამ დროს აი აქ როცა მილოცებ შენს გადაჭრაზე მე ვიცი რომ მეორები ხალხისაც მიცხვნა ჭირდება და გინდათ შეიძლება სამი გაბედული კუთხეული ადამიანი გამოვიდა წინ მაგრამ მე ვიცი რომ ბევრი არის ისეთი ვისაც განახლება ჭირდება თავისი აღქმის განახლება ჭირდება მიცხვნა ჭირდება მონადირება ჭირდება ჰალელუია მოდი წამოვიდეთ ფასები ჩვენი ძვირფასწმები ვინც ეღარიბნენ მოდით ისევ ჩემთან ერთად მოდით თქვენ ძალიან გაბედულები ხართ მე თქვა დაინახა თქვენი გაბედულება ეხლა ძვირფასებო ყველანი ვინც გულში გრძნობთ რომ აი ამ უნდა იდგენ და